მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღევანდელი დღე, როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, ეზრუნება მრეწველებს, ანუ პოლიტიკურ მოძრაობა, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. ბატონ გოგის და ბატონ დემურს წარდგენა თქვენ წინაშე ნამდვილად არ სჭირდება. თქვენი მონამორჩილი ზურაბ ტყემალაძე. მინდა მოგესალმოთ ყველას, მოგილოცოთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე, დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. ამავე დროს ბატონო ზურაბ, საერთაშორისო დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა. კი ბატონო, თუმცა მე ყველას ულოცავ, რა თქმა უნდა, 20 ხუთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს განსაკუთრებით ყველა ნინოს და დღევანდელი დღე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ყველა ბავშვს სოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოს ბავშვებს ბედნიერი ცხოვრება ქონოდეთ, აეხტინოთ ყველა ოცნება, რომელიც მათ ბავშვობიდან თან აქვთ მომავლისთვის. ეს ასევე გვინდა ჩვენი შეხვედრა, ესე ვთქვათ, მაყურებელთან დავიწყოთ იმ ინფორმაციით, რაც მოხდა, ესე ვთქვათ, 27 მაისს. ნამდვილად წარმატებული დღე იყო, ბატონი გოგი ალბათ ამის თაობაზე მოახსენებს და მომავალი კიდე შეხვედრა წინა გვაქვს და მომავალი შეხვედრები მრავალი ალბათ სხვა რეგიონებში, სადა ბატონო. რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კარგად მიხვდა რა ძალა მოდის საქართველოში, რამდენად დიდი პერსპექტივები იხატება ქვეყნის წინაშე. ეს ყველაფერი ალბათ დეტალურად ყველა დარგის პერსპექტივები განხილული იქნება, მოხსენებული იქნება. დავინახავ და მე მგონი ყველას მოგეწონება რა უნდა მოხდეს ყველა დარგში, ეს იქნება განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, ეკონომიკა და მთელი ესენი ძალიან დეტალურად და მინდა გითხრათ განსხვავებით წინა საარჩევნო დაპირებებისა, რაც საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა 1995 წლიდან და არჩევნების დამთავრებიდან არავის აღარ ახსოვს თავის დანაპირები. ბიზნე ევანიშვილის გუნდი, ანუ კოალიცია ქართული ოცნება, ნამდვილად ყველაფერს შეასრულებს, რასაც შეპირდება მოსახლეობას. დიდი განსხვავებაა და დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხს დაკარგული ქონდა იმედი იმ დაპირებების შემხედვარე, რაც ხდებოდა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ კაცი, რომელმაც ამდენი სიკეთე გააკეთა საქართველოსთვის, ამდენი ოჯახი შეინარჩუნა, გადაარჩინა, ამდენი რა ვიცი ახლა რა გააკეთა, რომ ჩამოთვალო, ალბათ ჩვენი დრო არ ეყოფა ამას. ესეთი პიროვნება არასოდეს არ გაბედავს, ან არ იფიქრებს, რომ რამეთი ასე ვთქვათ, შეპირდეს და არ გააკეთოს ის, რასაც პირდება. წარმოიდგინეთ თქვენ ძალიან ძუნწია შეპირებებში. დარწმუნებული ვარ, რომ კაცილებით ნაკლებს ამბობს, ვიდრე გააკეთებს. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია, გვისაუბრია ამ თემებზე და ვატყობ, რომ ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ძალიან ბევრს გააკეთებს. აი ეს არის, ესე იგი, ის, რასაც ჩვენ ველოდებით რაც შეეხება 27 მაისს, რა გითხრათ, კიდევ ერთხელ ხალხმა გამოხატა თავის იმედის დაბრუნება, რომ ალბათ რაღაცა გვეშველება. სულ სხვა იქნებოდა, რომ არ გამოჩენილიყო ეს ფრისნიერი კაცი. წარმოიდგინეთ თქვენ ისევ დაპირებები, ისევ გასწრუება და პრაქტიკულად ქართველ ხალხს იმედი დაკარგული ქონდა, რომ რაღაცა შეიძლება შეტრიალდეს და რაღაცა გვეშველოს. დღეს ეს იმედი გაცოცხლდა. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. შიშის სინდრომი, რადგან ჩამოყალიბებულია დღევანდელი პოლიტიკა ხელისუფლების, მოიხსნა ხალხში. დაინახა ხალხმა, რომ თურმე შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს, რაღაცას აღუდგეთ და რაღაცა მოვითხოვოთ და ეს მოხდა 27-ში. ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 27. აი ახლა ქუთაისშია დაგეგმილი 27 ივნის ჩვენი შეხვედრა იმერეთში. წარმოადგინეთ
განაცხადი 28 მაისი. როგორც იყო აგეგმილი. ანუ კანონიერი შეხვედრა გვინდოდა ქუთაისში ისეთ მოედანზე, ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლება რომ მრავალათასიანი მიტინგი ჩატარდეს. 29-ში ქუთაისის ხელმძღვანელობა გვიცხადებს, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისამდე პრაქტიკულად ცენტრალური მოედანი და ყველა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მრავალათასიანი მიტინგი, დაკავებულია თურმე ბავშვების, საბავშვო ბაღების, სკოლების რაღაც ტარდება ღონისძიებები. ეს პრაქტიკულად იცით რა არის? ხელისუფლებამ დაგვანახა როგორ ეშინია ამ შეხვედრის. იმიტომ რომ იცის რომ ნახევარი იმერეთი მაინც მოვა ამ შეხვედრაზე და არანაკლები ხალხი იქნებოდა თბილისში და ამ მეთოდებს მიმართავენ. ნუ ალბათ გამოყალიბდება დღეს ხვალ სადღაც ავარჩევთ ადგილს, სადღაც დაგვითმობენ და იქაც მოვა იმდენი ხალხი, იმდენ ხალხს უნდა გაიგოს რეალურად დაინახოს რას კვირდება და რას აკეთებს ვიძენ ივანიშვილი, რომ ვერ გააჩერებენ ვერაფრით. აი ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა მე ამ ორი თარიღის. მე თუნებას მომცემ დავამატებდი ამ 27 მაისთან დაკავშირებით. ყველასთვის კარგად ცნობილია თქვენ ხალხის რაოდენობა ახსენეთ და ამ 27 მაისს მოსული ხალხის რაოდენობის ესე ვთქვათ ექსპერტული შეფასებები და აღწერები ვინ რამდენ რაოდენობას იძახის ზოგი რას ერთ-ერთი ექსპერტი გამოვიდა კიდევ და 20-დან 30,000-მდე ადამიანი იყო. ამას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემეგობრებო, ყველანი ვითვლით, ყველანი ვიხარჯებით ამისათვის. 27 მაისს ჩატარდა მანიფესტაცია, ჩატარდა მსვლელობა, ჩატარდა შეკრება, რომელიც ეძღვნებოდა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის დაწყებას და ასეთი მასშტაბური თბილისში ჯერ არ ჩატარებულა არც ერთი შეხვედრა. ესეთი მასშტაბური სამივე კოლონა, რომელიც დაძრული იყო, ერთი დინამო სტადიონი, მეორე ისნიდან, მესამე ვაკის პარკიდან, ყველა იყო მრავალრიცხოვანი და გადავსებული იყო მოედანიც და მისი მიმდებარე ტერიტორიებიც. მანიფესტაცია შედგა, გამოსვლები იყო, საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო ქართულმა ოცნებამ და ბუნებრივია უსურვებთ რომ ქუთაისშიც იგივე გაგრძელდეს. ისევე წარმატებით დამთავრდა რა. რა თქმა უნდა. ქვესაბარცვით ბატონო ზურაბ დავუწყებ რომ პრეტენზიებიც გამოითქვა ამ შეკრებისას არავითარი პროგრამა და არავითარი გეგმა არ იქნა გაცხადებულიო. გაცხადებული იყო უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ანუ ეს უკვე თავისთავად არ მოიცავდა ვალდებულებას და აუცილებლობას, რომ ამ დღეს წარდგენილი ყოფილიყო რაიმე პროგრამა. თუმცა ლიდერის გამოსვლაში ძალიან მოკლედ, ლაკონიურად, მაგრამ ძალიან გასაგებად იყო ყველაფერი მიმოხილული და ვისაც უნდოდა გაეგო იყო თუ არა რაიმე სამომავლო იქ ნათქვამი, ასეთი რამ სწორედ რომ მithქვა. ასე რომ და თქვენი ნათქვამის არ იყოს ზურაბადონო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თითებზე დავითვლით თუ კალკულატორით იმ რაოდენობას, რომელიც იმ დღეს მოვიდა იქ. საკმარისია გადაგვეხედა თუ როგორ ჩანდა ეს ბედნიერი სახით მომავალი ხალხი, როგორ ჩანდა ეს რაღაც ხვალინდელი დღის შემხედვარე ხალხი, იმედით შემხედვარე ხალხი. ეს იყო ყველაზე მთავარი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე დღეები არაერთი ექნებათ კიდევ ქართველ ამორჩევლებს, რომელსაც ქართული ოცნება მათ მოუწყობს. იმედ დაკარგულ ამორჩეველს, დიახ, რომელსაც დაკარგულია დღეს გაუჩნდა იმედი. დაინახა ხალხმა, რომ შთამომავლობას პერსპექტივა გაუჩნდა. აღარ ვიქნებით მონები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები გალაღებულ და დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრებს. და ის გეგმები რო განხორციელდება, რომელიც ბიზნესში დასახული, დამერწმუნეთ საქართველოში არნახული რენესანსი დაიწყება და 2-3 წელიწადში ჩვენ ქვეყანას ვეღარ იცნობთ. არ შეიძლება ალბათ არ აღნიშნოთ ის ამბავიც, რომ 27 მაისს წინ უძღოდა 26 მაისის, როდესაც ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად სწორი რაინდული ნაბიჯი გადადგა, როცა სამების ეკლესიაში დაესწრო გასული წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენებელ პანაშვიდს
და ქალბატონ ნინოსთან შეხვედრა შედგა. როგორ განვითარდება მაგას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ის რომ ბატონი ბიძინა მივიდა ამ ღონისძიებაზე და სახალხო კრების წარმომადგენლებიც ქალბატონ ნინოს მოვიდნენ ბატონი ბიძინას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ესე რა თქმა უნდა აღსანიშნავია და კარგია. თუმცა ბევრს ცოტა მძიმედ დაუჩნდა და მისვლა მიტინგზე და სამწუხაროდ და თქვა შორის ეს არ არის ახალი, მაგრამ ჩვენი ისტორიული მეხსიერება არც ისე შორეული წარსულისა გვახსენებს, რომ პოლიტიკური მაყურებელია და ბატონ გოგისთან აკითხვა და მე გააგრძელეთ ბატონო. გამარჯობათ ბატონო გოგი. სალამი. მოგესალმებით მრეწველებო. გამარჯობათ ჩემო ბატონო. მე მინდა ჯერ გააგითხრათ ბატონო გოგი, რომ ამ 27 მაისს მიწისქვეშა გადასასვლელის მაღლა ხესა რო იზეკით. ოჭერმა კაცმა რო გაგიარა გვერდზე და გითხრა გოგი ბატონს ვენაცვალებ. მე ის კაცი ვარ. იცოცხლე ჩემო. მე ძალიან დიდი კმაყოფილი დავჭი ამ 27 მაისის ამბით და ისედაც ყოველთვის ველოდებოდი ეს მოხდებოდა აუცილებლად აი ესეთი კარგი შეკრება და კარგი თავშეკრება. დიდი მადლობა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, მე ყოველთვის რწმენა არ გამიგარგია, ყოველთვის დარწმუნებულიყო ეს მოხდებოდა, საქართველოს გაიმარჯვებდა. იცოცხლე თქვენთან ერთად. მე ახლა მე რა მინდა გითხრათ პატარა რაღაცა, მე მაქვს ძალიან დიდი პრობლემები იპოთეკურ საკითხში ბატონო გოგი. აი მე მინდა რომ ახლა ამჟამად იმიტომ გელაპარაკები თქვენ ამას, რომ ის ჩემი ვინც მე ეს გამიკეთა და ვინც ამ დღეს ჩამაგდო 8000 ევროში გადამაგდო. მე მინდა რომ თქვენი მოსulis სათავეში თქვენ ბიძინა ივანიშვილი თქვენი ყველა ვინც კოალიციას ხარს უჭერს მე ეს ამომაღებინოთ აი რა ვიცი რა გამოკლეს ის ჩამაგდო რომ 4 წელიწადია დავდევ და მე ეს თანხა ვერ ამომიღია. ჩვენ შეგვიძლია დააკვირდეთ და კანონის ფარგლებში კანონიერად ყველაფერს გავაკეთებთ და თქვენს გვერდში დავდგებით. ბატონო გენაცვალოთ ჩემი თავი. კარგად იღავით. საქართველოს არის თქვენ დღეში სამწუხაროდ ამ სისტემამ ისეთ პირობები შეუქმნა ხალხს, რომ დღესაც იყო ჩემთან ორი მოსული თქვა ოფისში, რომ გამოყარეს სახლიდან იპოთეკური შესხი ჰქონდათ. ეს ტრაგედია ძალიან დიდ ნაწილს აქვს საქართველოში და რა თქმა უნდა მანდაც იქნება მიღებული რაღაც გარკვეული ზომები. კანონის ფარგლებში ესეთი ტანჯვა ხალხისა წარმოუდგენელი. თქვენსაბათვით მე ბატონო მაყურებელიც ბოდიში რა თქმა უნდა კარგია. ბატონო პირველ რიგში მაყურებელი გამარჯობა ჩემო ბატონო. მოგესალმებით ქუთაისიდან. მოგესალმებით თქვენი საქმიანობას არ შეგეშინდეთ. თუ ადგილს არ მოგცემენ, ადგილი ინახება. ადგილი არანაკლები უკეთესია, სადგური, რკინიგზის სადგური. მობრძანდით. მე ვიცი რომ ხალხი მოვა, მე ვიცი რომ გზები რა თქმა უნდა დაიკეტება დაბრკოლება ექნებათ, მაგრამ დამნაშავე რო არიან, არავინ არა ამაში დამნაშავე. თვითონ მოიწყვეს ასე საქმე და ასე მიიყვანეს საქმე, თორა არასაჭირო იყო მიტინგების გაკეთება, როცა კონსტიტუცია იყო თავის ადგილზე და არ გადაეკეთებოდა, არ გადმეეკეთებია და ორი ისა ვადა რო იყო, დაწკონდა მივიდეს სხვა ხალხმა. არ უნდა, მაშინ მობრძანდით. შვიდში აქ დაგიხდებით. იცოცხლეთ, კარგად ზადებოდეთ, დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. სასაცილო გახდა საზოგადოებისთვის ესეთი ნაბიჯების გადადგმა, რა არის. ეხლა ისიციან კარგად, რომ ქუთაისი თუ ქუთაისში იქნება ღონისძიება, ალბათ იქნება კიდევაც. შეიგი წყალტუბო რა ვიცი ზესტაფონი სამტრედია თელიმერეთი რა რა თქმა უნდა ხონი და რა ვიცი სამეგრელოს მიმდებარე არა ნუ თქვენ იმერეთი ნუ ნახევარზე მეტი ჩამოვა იქა და ამის ეშინია გამეორდება თბილისით უმეტი არ იქნება და ამიტომ აი ესეთი შეზღუდვები გადაწყვიტეს სასაცილოა ეს რა თქმა უნდა მე როგორც ეთქობა უნდა დავასრულო ბატონო ზურაბ თორემ რადგან ძალიან იზიდავს მაყურებელს ზუსტად ის თემა და მინდა მოკლედ ძალიან დასანანია ქუთაისიდან ყველაფერი განისაზღვრება პოლიტიკური თვალხედიდან იმიტომ რომ
შეიძლება ადამიანი სამსახურიდანაც დაითხოვო. შეიძლება ახალიც მიიღო, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, თუ აუცილებლად უნდა გააკეთო, რომ არ გამოჩნდეს მისი პოლიტიკური ელფერი. და რაც თავარია, არ გამოჩნდეთ თვითონ პატარა კაცად. მაგრამ აქ ხო ყველაფერი სახეზე, აქ ხო ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. აი ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველაფერს უნდა კრიტიკულად უყურებდეს ამას. ქუთაისში. და რაც თავარია, ეხლა მანიშნებე რომ ქუთაისლები არიან და ქუთაისლებს უთმობთ მიკროფონს და ეკრანს. Zanet. გისმენთ ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. ძალიან მიხარია რომ გიყურებთ. მე ქუთაისიდან გირეკავთ და თითქმის მთელმა ქუთაისმა იცის ბატონებო რომ ბიზინა ივანიშვილი ჩამობრძანდება ქუთაისში 7-ში. ეხლა დღეს იყო რაღაც საუბარი იმაზე, რომ თითქოს აი ამ ხელოვნურად დაგეგმილი ღონისძიებებისა გამო, რომელიც მერიამ დაგეგმა, შეიძლება გადაინაცვლოს ამან 9-შია ნათში და ეს უკვე Facebook-ზედაც და მთელმა ქუთაისმა იმერეთის რეგიონმა 7 რიცხვი იცის და რა ვიცი არ იქნებოდა კარგი რომ ასე გადადებით დაწყებულიყო ეს პროცესი. მე მინდა გითხრათ, გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით, დიახ, ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ გასვლა სოფელ შემოვლით მთელი იმერეთ, სოფელ და მთელი ოცნების ესე ვთქვათ აქტივისტები და ყველა სოფელში მივალთ და შევატყობინებთ იმ დღეს და იმ რისკს, როცა ჩატარდება ისე რომ ყველას ეცოდინება მაგაზე არ ინერვიულოთ შეტყობინება აუცილებლად მიიღებთ ყველა შეტყობინებას აუცილებლად მიიღებთ უყონა. შევეცდებით აუცილებლად ჯერ კიდევ ვცდილობთ რომ 7-ში ჩატარდეს ქუთაისში. არ გადაწყვეტილე ჯერ. აბა ხვალ დილიდან ვეცოდინება გეთანხმებით რომ კარგია რომ 7-ში ჩატარებულიყო, მაგრამ ქუთაისის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავიდა და კვირას ვიწყებთ ჭიათურიდან, შემდეგ თერჯოლა, საჩხერე და აბსოლუტურად ყველა სოფელს მივატყვენთ ხმას. არც ერთი სოფელი არ დარჩება. და რაც თავარია თვითონ ეს სოფლელები, ქალაქელები იქნებიან აქტიური მონაწილეები ყველა იმ ღონისძიებისა, რომელიც დაგეგმილია ქუთაისში ამ დღისთვის და როგორც მაყურებელმა ბრძანა, ისინი უკვე განწყობილი არიან აქ ამ ღონისძიებებთან შესახვედრად და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თითოეული ვინც იმ დღეს ქუთაისს ესტუმრება, კიდევ ერთხელ დაინახავს არანაკლებ ძალას, არანაკლებ ერთობას, რაც თბილისში იყო 27-ში. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, რაც მთავარია, ჩვენი განწყობა და ჩვენი შემართება მომავლისთვის, კვლავაც ისეთივე გქონდეს, როგორც ეს ჩვენ გამოვამჟღავნეთ 27 მაისს თბილისში. აუცილებლად მე ბატონო დემურ თქვენ გინდოდათ და ბოლოს მაყურებელმა ცოტა გაგვაწყვეტინა. როგორც ეთყობა თემა არ არის აქტუალური. თუმცა მოკლედ ვიტყვი ბატონო ზურაბ რომ მოკლედ. ხო, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ რომ ძალიან ცუდია, ძალიან დასანანია რომ ასეთი რამ ხდება მეთქი. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, შეიძლება ყველაფერი დაემთხეს, მაგრამ ასე აშკარად არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს რომ ეს ყველა ცნობილი იყო წინასწარვე, ცნობილი იყო რომ ეს მოხდებოდა და მოხდა იმიტომ რომ თითქოს და დასაჯა ზემდგომა მისი ხელქვეითი. ეს როგორ გაბედეთ ან როგორ იკადრეთ ბატონებო ჩვენ კადრულობ და ვბედავთ იმას რაც კონსტიტუციით აქვს მონიჭებული ჩვენი პიროვნული უფლებებისა და ჩვენი სურვილების ჩვენი აზრის გამოხატვის შესახებ ამის უფლება აქვს ყველას და შესაბამისად ამისთვის არავინ არ უნდა იჯებოდეს სულ ერთია ის დედა იქნება, შვილი იქნება, თანამდებობის პირი იქნება თუ უბრალო მოქალაქე. ეს იყო დასანანი. ეგ არის დასანანი თორემ მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამისა, ქუთაისში არავის შეუპოვება ისევ რომ ვაი თუ მეც გამანთავისუფლო სამსახურიდან, ვაი თუ მეც დამსაჯოთო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ბევრი, ძალიან ბევრი მოვა და ბევრიც არ დაფიქრდება ამ მოსალოდნელ რეპრესიებზე. მე ამის იმედი მაქვს. დავტოვოთ შიში. ეს შეიძლება გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ უნდა გაიგოს რა. არ შეიძლება ესე. ცით რა. რაც გადავიტანეთ უკანასკნელი 20 წელი საქართველოს, როგორ არ უნდა და სულ ყველას ამ ქვეყნის დანგრევა. გადავრჩით, გამოიჩინეთ
რეალური პრინციპულობა ქართველმა ხალხმა თუნდაც 27-ში გამოჩნდა. ამიტომ გავაგზავნოთ ესე და ჩვენ ქვეყანას ეშველება. მე ბატონო დაიწყო, მაგრამ მე მაინც დამომთავრებ და ვიტყვი იმ ვაჟკაცობის შესახებ, რაც ქალბატონმა მაიამი მინოშვილმა არ შეუშინდა და პირიქით კოლექტივი ამოუდგა მას გვერდში. კაი მაგალითია ქალბატონმა, ახალგაზრდა ქალბატონმა, დიახ, ძალიან პატრიოტულმა ქალბატონმა, მინდა გითხრათ და ისიც ძალიან დასაფასებელი, რომ მას თელი კოლექტივი ამოუდგა გვერდში და მასთან ერთად დატოვა სამსახური. ის საპასუხისმგებლო სამსახური, რომელიც მას ეკავა და მე მინდა გითხრათ, ნამდვილად ძალიან საპატრიოტულო ქალბატონია, რომელმაც არ ვიცი ციფრი ვარ შემეშალოს, ალბათ 5-6 წელიწადია, ზედიზედ შეიძლება მეტიც იგი ატარებს აი სახელმწიფო გამოცდებს და არც ერთი მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს რაიმე შენიშვნა ან რაიმე წუნი ყოფილიყო მის მიერ ჩატარებულ გამოცდებში და მე პირადად და ჩვენ გვინდა მას თავისი მუშაობის განული პერიოდზე მადლობა მოუხადოთ. ისე კარგი იქნება მინისტრს და პრეზიდენტსაც რომ იგივე გაეკეთებინა და მადლობა მოეხადა და თუ გასაშვები იყო მე გაიშვა და ლოცული ბუდიში მოეხადა დიჯობიან. ამიტომ დევნა რა საქართველოში დიდი ხანი პროფესიონალის, პატრიოტის. კი ბატონო. მაყურებელია ბატონო გიორგი და აბა. გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა ჩემო ბატონო. მე ხარია თქვენი გამოსვლა ყოველთვის ძალიან დიდ პატივს გცემთ. მადლობა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თქვენ გეხართ ქართულ ოცნებასთან და ამავე დროს სახალხო კრებასთან ერთად. და გსურთ, რომ აი ეს ორი ნამდვილი ქართული ძალა ერთმანეთს შეახვედროთ და არ შერიგებას არ დაუძვეთ ვიტყვი ახლა. უბრალოდ გვერდში გეხარ ამ კეთილ საქმეში და აი არ ვიცი, ქალბატონი ნინო ალბათ კი ბიძინა კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ქალბატონ ნინოზე უკეთესი პოლიტიკოსი საქართველოში ჩვენ არ აყავს. თუ ეს ჩვენ არ გავიგეთ და თუ ეს ჩვენ არ გავითვალისწინეთ, ისე ჩვენ წინ ვერ დავართ. მადლობთ ყურადღებით. მადლობთ თქვენი რჩევისათვის, თქვენი მადლიერი სიტყვებისათვის. ნამდვილად იქნებიან ერთად თუ არჩევნებამდე არა, არჩევნების შემდეგ პარლამენტში ნამდვილად ერთად იქნებიან. ჩვენი სახელმწიფო გერბიც შემგულია შესანიშნავი სიტყვებით, ძალა ერთობაშია. მოусმინოთ ერთობისათვის მაყურებელს ბატონო. რომელიც აუცილებლად გამომჟღავნდება ამ არჩევნებში. კი ბატონო. გისმენთ? გისმენთ. გაგვეთიშა მაყურებელი, არა უშავს? გაგვეთიშა? კი, ნამდვილად კარგია, როცა ესეთი მოწოდებებია, როცა ესეთი მხარდაჭერა. გისმენთ ჩემო ბატონო. ალო. ბატონო. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ეხლა ქუთაისში რომ პრობლემა შეიქმნა მიტინგის ჩატარების. დიახ. 7-ში და თელითვე გაწერეს სპეციალურად რომ ბავშვების კონცერტი უნდა იყოს. ძალიან კარგია იყოს ბავშვების კონცერტი ყველაფერი, მაგრამ მოდი ჩვენ ესე ხარ მოვიქცეთ. აი ესეთი თუ არ წვითავს რამეს, მომავალი თვეში რომ 1 ივლისი იქნება თუ 2 თუ 3 არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ ჩავატაროთ, მე ხო ყველაფერს სიტყვია მაქვს ქუთაისის ხელში. რატო ვერ მოიგონებენ ბატონო ახალ მიზეს? აქედან რომ ვიცეთ განცხადება რომ აი ამ დღეს ვატარებ. მინდა გითხრათ რომ თავის დროზე კანონის სრული დაცვით ჩაბარებული იყო მოთხოვნა 7 რიცხვზე. არა უშავსენეთ 28-ში განცხადება შეტანილი იყო და 29-ში შეიცვალა ელიგეგმები ქუთაისში. სასაცილოა ხო? მეგონიათ, არა, სამწუხაროა ეს, სამწუხაროა. არ შეიძლება ესე აიგდოს თავი ხელისუფლება ამ ხელა ქალაქის ხელისუფლება. მე მინდა დიახ. არა, ბრძანოთ, ბატონო. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პატივცემულ მაყურებელს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ეს ყველგან ყოველთვის დაპირებების დროა საერთოდ. ყველა ცდილობს დაპირდეს რაც შეიძლება საუკეთესო, დაპირდეს რაც შეიძლება კარგი. მაგრამ მე მინდა შევახსენოთ ჩვენს თვითფას მაყურებელს, ჩვენ ამ უახლოეს 20 წლის განმავლობაში რამდენიმე არჩევნები გადავიარეთ, მოვისმინეთ არაერთი შესანიშნავი დაპირება და მოდით ჩვენს მეხსიერებაში კარგად შევიხედოთ, შევადაროთ ის, რაც დაპირებების შემდეგ მოხდა და გავიხსენოთ, რასაც გვირდებოდა.
მაგრამ ამავდროულად მინდა შეგახსენოთ დაპირებებს თქვენ ისევ მოისმენთ და ბუნებრივია სხვაგვარად აბა როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი ან რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი მაგრამ ამავდროულად მოვიხედოთ უკან ეს დამპირებელი ვინ არის რა გაუკეთებია მანამ ვიდრე დაკმირდებათ ვიდრე რაიმეს კლიანად ქვეყანას ახლისთვის და ახლისკენ მოუწოდებს ეს ხომ ის ადამიანია რომელმაც ისედაც დათანაც თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე უჩუმრად აკეთა ყველაფერი ბევრმა არც კი იცოდა ვინ აკეთებდა ბევრმა არც კი იცოდა როგორ აკეთებდა ამიტომ ჩემი აზრით კიდევ ერთხელ გვმართებს სერიოზული დაფიქრება და შევადაროთ ერთმანეთს ის დაპირებები ახლანდელი დაპირებები და ის ვის რა გაუკეთებია დაპირების გარეშე და დაპირების შემდეგ მაყურებელი ყავს კიდე და უსმენთ ყურადღებით გამარჯობათ მოგესალმებით ბატონო გოგის ქეთან მაგ შეკითხვა დიახ გვიან შემოვედით გვიან გადავხდით აი ეს ქუთაისთან დაკავშირებით გადაიდო ეს ფიჩი დიახ გადაიდო ალბათ ერთი დღით გისტრა გაუგებრობა ჯერ უნდა იქიდან მივიღოთ პასუხი ალბათ ხვალ ყველაფერი გამოცხადდება ხვალ გამოცხადდება და გაიგეთ ხვალ ჩამოვალ ჩვენ ყველა რაიონში ყველა სოფელში ჩამოვიდით სხვადასხვა დღეებში ნახავ და ყველას ვაცნობებთ როდის არის დაგეგმილი ეს შეხვედრა ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმ 1-2 დღით გადაიდოს ძალიან კარგია რომ ამ ხელა ინტერესია დღეს ალბათ ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა იმდენი მერეკავს მე იმერეთიდან ყველა შეწუხდა და პასუხი ნუ ხვალ იქნება საბოლოო და ყველა გაიგებთ არავინ მე ჩვენ ვიცით რამ ხელა მოლოდინია იმერეთში და ამიტომ ყველა იქნებით ინფორმირებული და გელოდებით სულ ყველას სადაც ვიქნებით კი ბატონო გისმენთ ალო მოგესალმებით გამარჯობა გინეს წარმატებებს გისურვებთ ყოველ კეთილ საქმეში ბატონო გოგია შეიძლება მართლაც ვაპარაკობთ ერთ იგივე საკითხზე მაგრამ ეს რაღაც მინდა გითხრათ ის მერია ასე პრინციპულად რიცხვზე არ არის გასწავლებული 7 რიცხვი ვახსენებობაში და თუ დავწავენ ნებას 7 რიცხვში ეს ღონისძიება ჩატარდეს მაშინ სადაც უნდა თვითონ ჩაატარონ ის ერთთვიანი ღონისძიებები ერთი ადგილით აგეგმოს სადმე ქალაქში და პარლამენტი იმოდენა გაშლილი ტერიტორია ქუთაისში იქ ძალიან ბევრ ხალხს იდევს ეს ტერიტორია ამიტომ რომ თავარია რიცხვი არ შეგვიცვალოს და დანარჩენი მე მგონია მოგვარდება. ყველაფერი, ქალბატონო, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეწუხდეს ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ შეხვედრაზე მოვა, რომ მათთვის ადვილი მოსასვლელი იყოს ბუნებრივი იმ ადგილზე და მათთვის უფრო მოხერხებული იყოს რაიონებიდან ჩამოსული ხალხისათვისაც და ასევე ქუთაისლებისათვის. დამერწმუნეთ, ხვალსაღამოს სულ ყველას გეცოდინებათ დანიშნულების ადგილი და ჩატარების თარიღიც. ძალიან კარგია რომ ყველა ხედავს, რამდენად შეშინებულია ხელისუფლება. იციან რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა და ამის ეშინია და ნახეთ. კი ბატონო, უსმენთ ასპინძას. გისმენთ? რაიონის სოფელი ოკამიდან არა გვაქვს გზა, კასპის რაიონი. კასპის რაიონი ხომ ქალბატონო? ხო, კი, სოფელი ოკამი. ძალიან კაი სოფელია, ძალიან ოკამი, კაი ღვინის ქარხანა გქონდა. კაი ღვინის ქარხანა გქონდა, კაი ყველაფერი, მაგრამ ძალაწყალი რო არა გვაქვს. ყველაფერს ეშველება დამიჯერეთ და დამერწმუნეთ ბატონი ბიზნეს მოსვლის შემთხვევაში და დამერწმუნეთ რომ ნამდვილად მოვა იგი ხელისუფლებაში ჩვენ აღვინიშნავთ ამას და აუცილებლად ყველაფერი მოწესრიგდება. ყველა სოფელში მოვალთ, ყველგან შევეცდებით რომ ნახოთ თქვენი გაჭირვება, ესეა დაგეგმილი და ალბათ ძალიან მალე ყველას გეშველებათ. თქვენს დაბარცით მე ისევ სიტყვა. მაყურებელი მოდიში ბატონო. გისმენთ? არდა. გისმენთ ბატონო ჩემო. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგგზავნებით როგორ ახართ? მადლობთ. კარგად ვიქნებით სულ ყველა. კარგად ვიქნებით. თობადებ ხეთან ამოხსნე თიკითხვა. დიახ. ვაპიროთ სათავე. აუ. გრათი შესაძლოა, არ ვიცი. ერთი კითხვა გქონდა. არა უშავს ალბათ შემოგვეხმიანება და თუ შემოგვეხმიანება გავცემთ პასუხს რა თქმა უნდა. უსმენთ კი ბატონო, გისმენთ, უსმენთ კი კიდე. ალო გამარჯობათ. გამარჯობათ.
ძლივს ვიღირსეთ ამ დამდენებული ხალხის ისევ ტელევიზორში გამოჩენას და დიდი მადლობა რომ თქვენ რო გისმენთ ასე ბრძნულად თაობას. მადლობა თქვენ ჩამოგვართ. მოსასმენია და რომ მარსიმართლე რო გითხარ 6-7 წელი მე სამთავრობო არხებისთვის არ მიყურებია და იცოცხლე. გესალმებით თქვენ თანადგომას ბატონ თავისუფალ ოცნებასთან მივესალმებით. რა თქმა უნდა ქუთაისში ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ყველა დავას გამოიყენებს რომ არ დაუშვას ისეთი მასიური გამოსვლა ხალხის რაც თბილისში იყოს. ეხლა მიდის ამაზე დიდი ზეწოლა ხალხზე ფაქტია ძალიან ბევრი ადგილზე თქვენც ბევრი გეკნებათ. მაგრამ მინდა ერთი გაითვალისწინოთ კიდევ რომ ვიცი თქვენ ახლა დასავლეთ საქართველოს უხუნალექიანია და იგრეთ გრძელვადიანი პროგნოზითაც კარგად დაადაროთ ის დღე რომ ცოტა კარგი ამით დაესწროს აი ესეც გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა მე ქუთაისლებს მინდა ახლა მიმართვა აქედან. დღეს ქუთაისი არის გაუბედურებული ისე როგორც მთელი საქართველო. ქუთაისელი დიასახლისების ქალების საუბედუროდ 70% გადახვეწილი არიან თურქეთში, უკრაინაში, საბერძნეთში და აი იქიდან არჩენენ ოჯახებს უკვე არა 1 და 2 და 10 წელებია უკვე დაწყებული წინ. და მე მინდა მიმართო მათ მეუღლეებს, შვილებს, რომლებიცაც დედები, მეუღლეები, დები არ უნახეთ 10 წლები და ბევრი მათგანი გორაობს და დომინოს თამაშობს, კეთილი ინებონ მათ გამოგზავნილ ფულებზე რომ არიან და ბოდიში და მუცელი გაუსვით და ლუდის მას გადაყვენ, მათ ნაცვალებ ფულზე გამობრძანდნენ ქუჩაში და დადგნენ იქ სადაც საჭიროა. დიდი მადლობა, მაგრამ მინდა გითხრათ არა მარტო ქუთაისიდან, არამედ მთელი საქართველოსდან, მათ შორის თბილისიდან ძალიან ბევრია წასული. ეს არ არის დალხინებული და კარგი ცხოვრების ბრალი, რა თქმა უნდა. გაჭირება მოიტანა ეს ამბავი, ისინი იქ არიან გაჭირებულ დღეში და მათი ოჯახებიც აქ არიან გაჭირებულ დღეში, დამერწმუნეთ დალხინებული, აქ არავინ არ არის, ბუნებრივია ამ სიტუაციაში. მე ბატონო თქვენ რაღაცას მე დავასრულებ ისე შეძლებთ თემას, მაგრამ აგერ ჩვენი მაყურებელი დამეხმარა კიდევ ახალი სიტყვები შემოვიდანო. მე ვიფიქრე რომ ჩვენ ისე გამრავლდით არათუ უკრაინაში, საბერძნეთში თუ თურქეთში გადახიზნულა ჩვენები ვეღარ ვეტევით იმ სოფლებსა და ქალაქებში რომელიც აქ გვაქვს და უკვე ახალ ქალაქებზე დავიწყეთ მშენებლობა. ლაზიკებზე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, მშენებლობას რა ჯობია, ბატონებო. ქალაქებიც ასე შენდებოდნენ, ქვეყნებიც ასე შენდებოდნენ, მაგრამ სწორედ ის უკვე არსებული სოფლები, ქალაქები ნახევრად მაინც რომ არის დაცარიელებული და ამ დროს ვირტუალურ ქალაქს ჩვენი საკანონმდებლო ორგანო რაღაც განსაკუთრებულ სტატუსს რომ ანიჭებს, ცოტა უხერხულად გამოიყურება, უხერხულად ჩანს. მოდით ავაშენოთ ბატონო, სტატუსზე შემდეგ ვიფიქროთ. მაყურებელს მოусმინოთ და მე მინდა ასეთი რა ქვია, აზრი მოგაწოდოთ. ბატონ გოგის მინდა მოვაწოდო ესეთი აზრი. დიახ. ისა ბატონო გოგი, რო ვიძახით ქუთაისი. ქუთაისი ამოიჩემა ჩვენმა პრეზიდენტმა როგორც დედაქალაქი, ხო? დიახ. მისი დედაქალაქი უпростоრად. მოდით ჩვენ გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი ქართული ოცნების დამფუძნებელი ბატონი ბიძინა რო არის და ქუთაისში გვიგრძალავენ. დიახ. ქუთაისში გვიგრძალავენ ამ იმას ღონისძიების ჩატარებას ჩავატაროთ თერჯოლაში. ყველგან ჩატარდება დამერწმუნეთ. ქუთაისი მთელი იმერეთი ჩამოვა იმაში თერჯოლაში. იცით რა, ესა გეტყვით რა, არ არის ესაც გამორიცხული. ამეგრელო, ყველა ჩამოვალთ იქ. ჩატარდება, ნუ ნერვიული, ჩატარდება ძლავრად, იმერეთშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, ყველგან ჩატარდება და ვერ შეგვიშლიან ხელს. თერჯოლაშიც და საჩხერეშიც და სოფელ დავივლით თელ საქართველოს და დავანახებთ რომ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება. მე იცით თუ დრო გვაქვს და მაყურებელი არ აყვავს ბატონო დემურ, ბატონო გოგი. მინდა აი მაყურებლის ყურადღება მივაქციო ორ დოკუმენტს, რომელიც სულ რაღაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გავრცელდა ეს დოკუმენტი. პირველი იყო ეგრეთ წოდებული კი არა ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, როცა გაკეთა განცხადება ასპირანტები რო გავხდით? სოფლიო ესე ვთქვათ
ნატოს შემავალი ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რასუსვენი გამოვიდა მისი გენერალური დივანი და საკმაოდ დადებითი შეფასება მიცა საქართველოს წინსვლას, დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოგვიწოდა რომ 2014 წელს ალბათ აუცილებლად გახდები და მომავლისთვის მაგრამ სულ მალე აი ჩიკაგოს სამიტის დამთავრების შემდეგ სულ რაღაც ალბათ რამოდენიმე დღეში დიახ 2-3 დღეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება გაცხადდა საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით და აქ წარმოიდგინეთ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია იყო დაფიქსირებული იყო ის ნაკლოვანებები მითებული რაც სასამართლო სისტემაშია, რაც პროფკავშირის სისტემაშია, რაც დასაქმების კუთხით არის, ის დარღვევები რაც პეტიციურ სისტემაში არის და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო და რომელი ერთი ვთქვათ და აი მე მაინტერესებს რატომ არის ეს ორი ესეთი სერიოზული ორგანიზაციის მიერ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაფიქსირებული. ისმეთ ჩემო ბატონო მაყურებელს უსმენთ. ამაზე გავშალოთ ალბათ მე დისკუსია და მოგესალმებით. დიახ, სამართლად. განაცალებით რუსთავიდან გასახებ ჩვენ. კი ბატონო. ბატონო გოგი, ძალიან თხოვთ. ერთი სათხარი გვაქვს თქვენთან. ჩვენ რუსთავში თქვენი ლუდის ქარხანა მყარბეგი მასთან მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს, იქ ვაჭრობთ თქვენი თევზის გამყიდველას. ვას რა ვიცი ასე პენსიონები ყველაფერი გაწირებული ხალხი ზივართ და რაღაც თქვენმა ქარხანამ აღვიშენა ჩვენ პატარა ბაზარი როდესაც ქუჩაში ძმას გძალავდნენ ხო და ეს ბაზარი გასულ წელს დაბინგრიეს ზივართ ასე ცის ქვეშ ზეც იმაში კარში და ასე წალებით Davos ravis ai რაღაცა ცარი რომ ოჯახში პენსიონერმა ლუკმა პურის ფული შემოიტანოთ და ჩვენ ბავშვებს პური შევაჭამოთ ლუკმა პურის ფული შემოუტანოთ. ძალიან გაჭირებული ხალხი ვზივარ. თუ დაგვიხვდებით ბატონო გოგე ისევე გადაგვიხურავენ და რაღაცა მაინც არ ვიქნებით. ალბათო დიდი მადლობა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ სამწუხაროდ ქუთაისი ქალაქია, რომელიც აშენდა ბებელთელა დიდი წარმოების ირგვლივ. ეს იყო ქიმიური წარმოება, ეს იყო მეტალურგიული ქარხანა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს მოусწრეთ პრაქტიკულად. ესეთი ქარხანა, რომელიც ქუთაისშია, თქვენ კარგად იცით, რამდენი დაკეთებულია ყაზბეგის ქარხანას. ეკლესია აქ აშენებული სულ. ძალიან ბევრი რამე ყველმოქმედება ძალიან ბევრი გაუკეთებია. ეხლა იცით რა, სამუშაო ძალიან გაჭირდა დღეს და სწორედ მაგას ამბობს ბატონი ბიძინა რომ სამუშაო ადგილები გაჩნდება. ძალიან ბევრი ქარხანა აგუგუნდება. სოფელში დაბრუნდება ხალხი, სწორედ ამაზეა ლაპარაკი რა. ძალიან ძნელია დღეს იმაზე ლაპარაკი რომ აი 1-ან 2-ან 10 ქარხანა თელ საქართველოს დაასახელოს. ისმეთ მეგონი მაყურებელი ყავს კიდე? ქუთაისიდან ვარ, გენაცვალე. აბაგენაცვალე. მოქალაქეთა კავშირის არ იყოს. რა შემოგვიშთა ეს ხალხი? ხალხო, ხო დაამთავროს ორი ვადა. ვერ გადადგებიან, თავისით არ უნდა საქართველოს ცხოვრება ხალხს. რამდენი უბედრობა დაწიას საქართველოს მაგენმა ქართველი იერს, რამდენჯერ დაარბია, რამდენი ტერიტორიები დააკარგია. ცხინვალში ხალხი ჩახოცა. ნუ თუ და ბოლოს არც ხველიათ, რომ გაუჭებიან ამ სავარძლებს, ვერ გადადგებიან და ვერ გაუცხობენ სხვა ადგილს. მართლაც ყურადღებისას. გადადგებიან. რა გზა აქვს სხვა? ქართველი ხალხის მოთმინებას თავის ზღვარი აქვს. ამდენი წელია გაუგებრობაში ვართ, ხო? გადადგებიან. მე მგონი კიდევ სვენელი ყავს გადაწყვეტს თვითონ. კი ბატონო გისმენთ მაყურებელს. გისმენთ ბატონო ჩემო. ალო. ბატონო გისმენთ გენაცვალე. გისმენთ ბატონო გისმენთ. გისმენთ ბატონო ჩემო. ბატონო გოგისამინდა შეგეთ. კი ბატონო. დიახ ბატონო. ალო ბატონო. დიახ. მე მაინტერესებს ერთი შეგეთ პარასტი რომ აი
ქალწდები თუ ვაშენ და ლუდის ქალწდები ალო გისმენ დააჩქარეთ რა გავიდათ რო კაც კარგი როგორც ეთყობა კიდე დაგვიკავშირდება თუ რაიმე ხო რაღაცა იქნება აი ამ ორ დოკუმენტზე ვლაპარაკობდით ერთ განმავლობაში ვიღაცა შემოვიდა ერთმანეთისგან არის კიდევ სვენელი კი ბატონო გამარჯობა ჩემო ბატონო მოგესალმებით ქუთაისიდან გისმენთ ჩემო ბატონო ბატონო გოგიოთ შეკითხვა მაქვს აბა თქვენი სამედიცინო კუთხის მიმართ თუ რაიმე იქნება შემდეგში თქვენი მოსის მერე გამეღონისდება მიღებული გაგახარებთ ძალიან მალე გამოქვეყნდება პროგრამა ქართულობის დაცვის მთელი სპექტრი იქნება სრული და თქვენ ნახავთ როგორ შეიძლება აქაც მდგომარეობა ძალიან ვრცელი პროგრამაა ძალიან პროგრამა რომელიც აი სწორედ ხალხზეა გათვალისწინებული რა გათვლილი სწორედ იმ ხალხზე ვისაც უჭირს ვის დღეს ვერ მიდის ავადმყოფოში და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოქვეყნება და დამერწმუნეთ რომ ეს შესრულდება საქართველოში რადგან ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა და შეკვირდათ მან საკმაოდ კარგი სქემა შემოიტანა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება დაზღვევა ხოლო სოციალურ დაუცველებისათვის სახელმწიფო ეკისრება მათ დაზღვევა მთლიანად მაყურებელია გონინდა უსვენთ ალო ბატონო გენაცონა ალო გესმით მე გვესმის შემოგარ მიესწრებ ის არა ქუთაისიდან გაწუხებ იცოცხლე შემოგარგო ხო გამარჯობათ ჩვენო საყვარელო ხალხო გამარჯობათ ჩემო გამარჯობათ ძალიან გვიხარ იცი ტელე გვიხარიათ რო ხედავთ ტელევიზორში მადლობთ გვიხარია ბიზნეს მოსვა მოვლენა ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა და არ გაგიცრულდებათ ნამდვილად ეს იმედი კიდე რეკავს ეთყობა მაყურებელი თუ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი კიდე მაყურებელია? კი, კიდე მაყურებელია. ცოტა ოპერატიულად თორე სათქმელი ბევრი. მაყურებელმა ცოტა ჩვენც მოგვისვენოს ბატონოზო. პრივილეგირებულია დღეს. დღეს კი არა ყოველთვის. გისმენთ ჩვენ. აბა გისმენთ. თან მოგკითხა. დიახ. ანალოგი. დიახ. მოგესალმებით სიამოვნებს ტელევიზიით გიყურებთ თქვენ გამოსხას ყოველთვის ვადევნებ კურსს. მithumetes მივესალმები ივანიშვილის გამოჩენას ამ ქვეყანაში. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს. როგორც მე ახლა 32 წლის ასე რომ ვთქვა და 4 შვილის მამა ვარ. გაგიზადოს. დავკარგე ყველაფერი, აბსოლუტურად. და მე დავწერე სოციალურში განცხადება და ესე იგი სარეცხი მანქანა ჩამითვალეს ქონების, ფუფუნების საგნად და ესე იგი ასე რომ ვთქვა უიმედო ადამიანად ვარ დარჩენილი. მაინც ხიდზე უნდა ავიდე და რამე დავაფირო რომ მომაქციონ ყურადღება. 4 შვილის მამა ვარ. არავითარ შემთხვევაში ბინაში ცხოვრობ დღესდღეობით. მოდით რა, ნუ გააგზავნებთ, ვიცით, იმდენია გაჭირებული საქართველოში. ყველა ვიცით ეგ ამბავი, ყველა სოფელში, ყველა კუთხეში, მაგრამ მოდით ყველა ერთად ვთქვათ, რომ შველა გამოჩნდა, რაღაც პერსპექტივა გამოჩნდა, ყველა ერთად, ნუ გაგვეშინია რა, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო. ხო? ყველა ერთად დავდგეთ, ყველგანს არაც იქნება, საარჩევნო უბანთან, დავიცვათ თავის თავი, დავიცვათ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ნუ თავისუფლება და კეთილდღეობას ლანგარზე არ მოგვართმევენ რა. თან ეს ხელისუფლება, რომელიც იბრძვის და ალბათ გააგრძელებს ბრძოლას რა. დავდგეთ ყველა ერთად, დავინახოთ, რომ არის შანსი, რომ გადავრჩეთ ქვეყანა საქართველოს და გამოვიყენოთ ეგ შანსი. სამწუხაროდ დღეს ისეთი კანონია მიღებული, რომ ბატონ ბიძინა ძალიან დიდი სურვილით რომ კონდეს კანონი ურძალავს. კი ბატონო, გისმენთ. გისმენთ ჩემო ბატონო. ალო. ბატონო. გამარჯობა ჩემო ძილფასებო. გაგიმარჯოს. რა მინდა გითხრათ იცით?
საქართველოს ასე გაჭირებული არასოდეს ყოფილა. უიმედოთ, მაგრამ გამოჩნდა ხომლი, დიდი იმედი, დავიდგეთ ყველამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მოახდინოთ მობილიზაცია პატრიოტული ძალების, ვინაიდან დღეს საქართველოს ილტვის ზეცისკენ ცირაღა შეფჩა, რადგანაც მიწა. დღეს ერთმანეთის ძალა ერთობაშია. გაერთიანება და კონსოლიდაცია გვიხსნის უბედურებისაგან. არ შეიძლება ხმალი ულესის კარგი ქართველის ხელში არ სრიდეს, არ შეიძლება დამთავრდე ლექსად და საქართველოს აღარ დასჭირდე. არ შეიძლება მამულმა გიხმოს და არ გავხდე მასვე მეშვილდეთ, არ შეიძლება ქართველი იყო და საქართველოს ტრეფთან შეშინდე. არ შევშინდე, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ იმ დიდი წარსულის გადარჩენისათვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მე-21 საუკუნის დიდი მადლობა. აგაშენა ღმერთმა, ესე უნდა გავაკეთოთ, ესე ყველამ. მოდაზურებ მე ბრძანეთ. ვეტყვი. ბრძანეთ. თუ ყველა ერთად დავდგებით და თქვენებ ყველა წამალმცოდნე დაგვიდგება გვერდით, დარწმუნებული მძანდებოდეთ, რომ წამლები არ დაგჭირდება ადონო სოკრატ. გისმენთ. ვა, რამდენი დაგვაყარეს კითხვები. გისმენთ ჩემო ბატონო. გამარჯობა გენაცვალე. ქუთაისთან გაწუხებ. იცოცხლე ჩემო ბატონო. აგიღიათ ქუთაისს მეორე არხი. ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ბრძანეთ ჩემო ბატონო. პირველი, თუ არის პროგრამაში ის დიდი საკითხი, რომელიც ყველა ქართველს გულში აწუხებს. ნაციონალიზაცია იმით დაქონებისა, რომელიც ასე უბრალოდ არის გასემული. და მეორე. არის მოარული ხმები, რომ თითქოს და ქუთაისი მზად არ არის და მასავრცელებენ, რო არ არის მზად ამ მიტინგის შესაძლებლად. მოდით ეს შვიდში ვნახოთ, ვარ თუ არა მზად. იცოცხლეთ. და დავანახეთ მთელ ქვეყანას. იცოცხლეთ ჩემო ბატონო. პირველ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ეს აწუხებს უყველას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ გასხვისდა, ვინაც ჰენგურჰესი, დიდი ობიექტები, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. ალბათ ამოტივტივდება ეს ყველაფერი, ხელშეკრულებები, ძალიან ბევრი ამის დაბრუნება შეიძლება, ალბათ თუ რამე უკანონო იყო ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონიერად. ამიტომ რატო ვიმალავენ ყველა აი ამ ხელშეკრულებას? ვიმალავენ, ხო? მოდით, ნახავთ, ყველაფერი ამოტივტივდება და თუ რამის გადარჩენა შეიძლება, იმიტომ მოდის ის კაცი, რომ უშველოს ქვეყანას და ნამდვილად გადავარჩენთ ძალიან ბევრ ობიექტს, ნამდვილად. მეორე კითხვა რა იყო, აღარ მახსოვს. მეორეზე წარმატება გვისურვა უბრალოდ. წარმატება გვისურვა. მადლობთ. წარმატება ჩვენ ხელშია. გისმენთ, უსმენთ, დიახ. უსმენთ. გამარჯობა ჩემო. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ასეთი. ბრძანეთ. რა მაინტერესებს ეს? აი როიქია მარტოღაცი ჩამაშის ბრავია, საქართველოს მარტო ხომ არ შეიძლება იყოს და რომ ნატოში არ უნდა შევიდეთო. აი როგორ აბა ესე იგი მარტო საქართველოს მარტო უნდა იყოს ესე იგი ხო შეიძლება უნდა იყოს რაღაც ბლოკები გარკვეული რაღაც დაკავშირებული ერთმანეთთან ყველაფერი და ნატოში თუ არ შევიდეთ მაშინ აბა რა მაინც რუსეთის ხარისხი უნდა შევიდეთ იმათ ბლოკში უნდა იყოს თუ აი როგორ უნდა იყოს აი ეს შეკითხვა მაქვს აი რატო აღარ უნდა იყოს ნატოში შევიდეთ კავშირს იცით რა შეასაქმე ჯერ მოდით იქიდან დავიწყოთ საუბარი რომ ნატო ღებულობს თუ არ ღებულობს იქით წავიდეთ ნატო მაგერა 2014 წლამდე გადაგიდოთ და მე თუ ყურადღებით მომისმინე სწორედ ესა ვთქვი შეგვაქო მაგრამ ამერიკის დეპარტამენტმა სულ რაღაც 3 თუ 4 დღეში წყალში გადაყარა მათი შექება ეს არის იცით პატარა ბავშვო ცოტა საკენს გადაუყვი მე ჩვენ ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობთ რაც შეეხება ნატოში ნატოს დღეს თვითონ ჭირდება რეფორმირება თქვენ ალბათ კარგად იცით ნატო იყო ესე ეგრეთ წოდებული ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ანუ სოციალისტური ბანაკის საბჭოთა კავშირის საპირწონე სამხედრო გაერთიანება დღეს მას როცა დაიშალა საბჭოთა კავშირის დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები როცა მათი ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ყოფილი სოციალისტური ბანაკის რა ბევრი ქვეყანა თვითონ შევიდნენ ნატოში
მას რაღაც ახალი ფუნქცია უნდა შეიძინოს. თვითონ ნატო აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან, ჩემო ბატონო, და დღეს საერთოდ ინტერნეტს გადახედავდით, ნახავდით, როგორ ექსპერტები როგორ შეფასებას იძლევიან და ამ შემდეგ. თქვენ ალბათ ისიც კარგად მოგახსენებათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ნატოსთან მიმართებაში საქართველოს სწრაფვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დადებითი და ყველა საინტერესო საქართველოსათვის, რა თქმა უნდა, გაერთიანებისკენ ეს იქნება ევროკავშირი, შეერთებული შტატები თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა ვიყოთ დაკავებული, მაგრამ მოდით რა, პირველ რიგში საქართველოს ინტერესები და გამომდინარე ვისაუბროთ. პირველ რიგში იმ ახალგაზრდების ინტერესებიდან და მათი ოჯახის ინტერესებიდან ვისაუბროთ, რომლებიც აი ავღანეთში იღუპებიან და დაიღუპნენ. არ შეიძლება ცალმხრივად მიუდგეთ რაიმე საკითხს. გისმენთ, ჩემო ბატონო. გისმენთ. გამარჯობათ. ძალიან მიხარია ასეთ ხალხს რო ხედავ. ბიძინა ივანიშვილის გვერდით. დიდი მადლობა. ჩამოსული ვარ რუსეთიდან. 6 წელია. ვენდე ამკაც, რომელიც თვითონ პრეზიდენტია ჩვენი მოყავს. მაგრამ იმედი გაწუებული ვართ ბევრი ვინც ჩამოვედით. სხვა ქვეყნებიდან და გვინდოდა საქართველოში რომ გაზრდილიყო ჩვენი შვილები, იმედომ ჩამოვედი 28 წელი პეტერბურგში ვიცხოვრე. თქვენი ჭირიმი გენაცვალეთ, ბატონო გოგი ძალიან მიყვარხარ, რომ ბიზნესთან პროხართ. ყველა გადერთიანდეთ. ახლა არის ის მომენტი, რომ ყველა ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ საქართველოს. თუ ეს არ მოხდება, მართლა ქართულ ხალხს მე არაფერი არ ეშველება, სისხლის დაიგრება რაღაცა და ეს არ გინდა. ყველა ერთად ეხლა უნდა გავერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს და ის ხალხი, ვინც არიან ახლა დასულები და უნდა მოსვლა, იმათაც შეუწყოთ ამით ხელი. განაცვალეთ, დიდი მადლობა, რომ მისმენდით. იცოცხლეთ, გეთანხმებით, რომ უბსტრულის პირზე ვართ მისული. ეს უნდა გადაწყვეს, აი ამ მოკლე პერიოდში უნდა გადაწყვეს საქართველოს ბედი. და ამიტომ სულ ყველა ვართ ვალდებული ის რაც უნდა გააკეთოს მოქალაქემ, უნდა მოიხადოს ვალი ქვეყნის წინაშე, ახლა მარტო ბიძინა ვერ გააკეთებს, უნდა დაუდგეთ სულ ყველა გვერდში, კაი განზრახვები აქვს, ხო? პატრიოტი გულდამწვარი ქართველია, იმიტომ წამოვიდა აქ, კაცი რომ დაინახა რომ ქვეყანა ეღუპება. ამიტომ ყველა ამოუდგეთ გვერდში, დავდგეთ ერთ მუშტად შევიკრეთ და ნახეთ რა კარგი შედეგი გვექნება. გისმენთ, მაყურებელი ყავს კიდე, მოусმინოთ. გამარჯობათ, შუბროთა. საყვარელო ხალხო, ყოველდღე ხედავთ, ოფისში ვარ მე თვითონ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო გოგი, ძალიან აქ თქოთ რა. იძინავდე მიიტანეთ ერთი სიტყვა, რომ ხალხს შეხვდეს. რაიონებიდან ჩამოსული ხალხი საწყალი ვალებს იღებს, ჩამოდიან, ვერავინ ვერ იღებს და ხალხს უასეულებენ. ძალიან გულიწრება მაგაზე. ძალიან აქ თქოთ, გავიმარჯვოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, თავსაც შევწევთ, როგორც ბიძინა მოვიდეს. საქართველოს ეშოროსმა. ჩვენ ხელშია, ჩვენ ხელშია. აი თქვენ აი ესე სულ ყველა უნდა დავდგეთ. გიგენაცვალე. მაშინ ყველაფერი დავდგეთ. მან დავარ. პირველი. ნუ გვეშინია. აღარ უნდა გვეშინოდეს. არ გვეშინია ბატონო. აი რა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. 27-ში. ამდენი ახალგაზრდა მოვიდა. მე ადრე სულ მიტინგებზე არა ვართ ეს ბოლო წლები. არ იყო, სულ იყო თქვათ ისეთი ხალხი შუახანს გადაცილებული. ამდენი ახალგაზრდა არ მინახიათ. ამათ მას დაინახეს, რომ უპერსპექტივოა ესეთი მათთვის ეს არსებობა. და ამიტომ დაინახეს და ამიტომ გამოვიდნენ. აი ესე უნდა სულ ყველა გამოვიდნენ და ყველა უნდა კიდე მაყურებელი ყავს. კიდე მაყურებელი. არ გოლაპარაკა. გისმენთ, ჩემო ბატონო. გამარჯობათ. გამარჯობათ. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. იცოცხლეთ, ჩემო. ესე იგი, აი რომელ ინსლაზეა ლაპარაკი, რომელ ლაზიკას აშენებს ჩვენი პრეზიდენტი. რაც ქონდა საწყალხას ისიც აარჩევს. ეგერ ნახეთ, ვინცა მოედანზე უზარმაზარი იმის ქვეშა გადასასვლელია, არც ერთი ნატურა არ ანთია. ეგერ მშვიდობის ხიდი ააშენეს. გვერდზე ბარათაშვილის ხიდია, პირველი სართული მონგრეულ მდგომარეობაშია. ანტიბიზინტერია სუპერ. არც ერთი ნატურა არ არის. იგივე მდგომარეობაა ეგერ ყაზბეგის გამზირზე.
ინფექციურთან პარკი არის. ნახევარი პარკი ფეკალური მასებით არის დავსწე. მან ტუალეტი აქვს, ის რესტორანი. აი, ეხლა ჩვენ იმდენი პრობლემა გვაქვს, ბატონო ჩემო, ჩვენ რა ჩამოგვეთ ის რაც თბილისშია და რაც ნებისმიერ რაიონშია, ნებისმიერ სოფელშია, იმდენი პრობლემაა. წყალი აღარ აქვს, წყალი არ მიუყვანიათ. მაგრამ ჩვენ მივიდანთ ამ გაჭირებას ბუნებრივია და ჩვენი მხრიდან მივაწოდებთ. გვეშველება თუ ქართველები ვაშკატურად უსმენთ მაყურებელს, გისმენთ ჩემო ბატონო. კიდე მაყურებელი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ნამდვილად ყველანაირი გაცვლებით დიქტატორი უნდა წავიდეს. ჩვენს ქვეყნიდან და მოვიდეს უნდა დემოკრატიული ძალები. დიახ. დემოკრატიული ძალების მოსვლა კი გამოიწვევს ევროპულ ღირებულებების დაბრუნებას ჩვენში და ნამდვილი ადამიანის ცხოვრებას. კი ბატონო. ევროპული ღირებულებები ის არის, რომ ჩვენ აუცილებლად ნატოში უნდა შევიდეთ. ნატო საპიტონი არის, საბჭოთა კავშირის არა, მაგრამ რუსეთის ერთადერთი მსოფლიოში დიქტატორული ქვეყანა, რომელიც აღჟღავნებს დიადას არის რუსეთი, რომელიც მსოფლიოს დაფის არის დაშიშვლება. დიდი მადლობა რჩევისათვის, დიდი მადლობა. ბატონო ზურა. დიახ ბატონო ჩემო. ჩვენი ტოლვა ნატოსკენ შეიძლება ეჭქვეშ დადგეს რამდენიმე მიზეზის გამო და ერთ-ერთი მთავარი მეჩვენება რომ ჩვენ ამ ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან რომ მივდივართ სინგაპურისკენ. სინგაპური ნატოს საპირისპირო მხარეს არის. ხო, ანუ ეგ ისეთი თემაა რომ ძეგლის დაგვიდგეს. ველოსიპედი ორი მიმართულებით მიდის, მაგრამ მე მგონი ადგილზე დარჩებით. კი ბატონო, სამეგრელოდან მაყურებელს მოусმინოთ. ო, სამეგრელოდან. არ დავჩაგროთ სამეგრელო ჩვენი ძალიან გამარჯობათ. 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 ძალიან მიხარია, სწორად რომ ორგასვიჩი გავხდით თბილისში. და ჩემი სანა ბესპილიკაცი მეორე და აი ასეთი კავშირში რომელი ნებლის რაცი ხალხი იყო. ყველანი მამიწოლა, ბაბუაცოლა, ყველანი ჩემი თანატოლებით კი ყველანი ერთად ვიყავით. ამას რა აჭობებს, ქართველები ვართ. ყველანიცად ჩვენთან არის მერტი ძირბალო მეგობრებო. ქუთაისშიგნება სამეგრელო ყველა სამეგრელოს დაიქირება და სამეგრელოში დგებოდეს. აუცილებლად. ჩვენთან სამეგრელო თელი საქართველო დავირაზმო. მოდით ძირბალო მეგობრებო, მთლიანად საქართველოს მივმართო. აბა იცოცხლეთ. დიდი მადლობა, აუცილებლად ვიქნებით სამეგრელოშიც, გურიაშიც, აჭარაშიც, კახეთშიც, ყველგან ყველა რეგიონში და არა მარტო რეგიონში, რაიონში და სოფელშიც. გისმენთ, უსმენთ მაყურებელს კიდევ ერთხელ. გამარჯობათ. გამარჯობათ ჩემო ბატონო. იცოცხლე. ეს აი ამ ყველაფერს უსმენ და მე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. ანუ ეს პრობლემა რასაკვირველია საქართველოში. ხო და მე ერთ-ერთი უპირველესი აზრი დავაფიქსირო, მოიხსენებათ გამრიცხვლიანებასთან დაკავშირებით რეგიონებში ხდება ესეთი რაღაცა. ატენებენ სოჩიკებს, ხო და ისეთ ადგილებს ატენებენ, რომ აი დაუშვათ სახლი ხო დგას. დიახ. და სხვას ეკუთვნის და იმ სახლის გვერდზე კიდე სხვა მოსახლეა. ატენებენ ერთ სოჩიკს. დიახ. ეს ატმოსფეროს დიდ პრობლემას. დიდი მადლობა თქვენი წინადადებისათვის და თქვენი პოზიციის დაფიქსირებისათვის. რა თქმა უნდა, ასეთ რამებს აქვს ადგილი და ჩვენ ვეცდებით, როცა ბატონი ბიძინა მოვა, ჩვენ კი ბატონო, ერთი წუთი დაგვრჩა და ბატონო გოგი თქვენ თუ მიმართავთ. კი ბატონო, სიამოვნებით წუთი გვაქვს ხო დრო იმდენი. მაყურებელი შემოვიდა რომ ძალიან საინტერესო იყო და ჩვენი აზრებით ვერ გამოთქვით ბოლომდე. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ვიმეორებ კიდე. გამოჩნდა გადარჩენის რეალური შანსი ქვეყნის, რომელიც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. ყავს წინამძღოლი საოცრად დიდი ქართველი, ძალიან დიდი გეგმებით, ძალიან დიდი შემართებით და ჩვენ უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, ყველამ ერთად უნდა დავინახოთ სხვაობა რა იყო აქამდე და რა გველოდება თუ ეს კაცი მოვა ხელისუფლებაში. ეს ისეთი მარტივი დასანახია და აი ახლა რომ ჩვენ ამდენს ჩივი ვართ, სულ ყველას რაღაც პრობლემა აქვს. დავინახოთ სიკეთე
დავინახოთ ესე იგი როგორ შეიძლება რომ საქართველოს დადგეს ფეხზე და ყველამ ერთ მუშტად დაუჭიროთ ხარი ამ კაცს და მეტი რა უნდა გეთქვით. დიდი მადლობა ყველას იმ მაყურებლებსაც, რომლებიც შემოვიდნენ და თავისი სურვილები და თავის წინადადები მოგვაწოდეს. დანეთბადონო დემო. მე არა მაქვს და როგორც ეთქობა, დამთავრდა. თუ კი ასეთი მაქვს, მე მინდა დღევანდელ ამიერკავკასიის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სპორტულ სარეაბილიტაციო კინოლოგიური ასოციაცია ITKA იწყებს საქველმოქმედო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული